გამარჯობა, დღეს 26 თებერვალია. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ცნობილ ადამიანს, რომელიც ამ დღეს დაიბადა. 1993 წლის 26 თებერვალს დაიბადა ესპანელი ფეხბურთელი ხესე როდრიგესი. ის თამაშობდა მადრიდის რეალსა და პესეჟეში. ამჟამად ლას პალმასის ფეხბურთელია. 1954 წლის 26 თებერვალს დაიბადა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი. 1802 წლის 26 თებერვალს დაიბადა ფრანგი რომანტიკოსი მწერალი, პოეტი, დრამატურგი, სახელმწიფო მოღვაწე და ადამიანის უფლებათა აქტივისტი ვიქტორ ჰიუგო. მას არაერთი ცნობილი რომანი აქვს დაწერილი, მათ შორის პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, საბრალონი და კაცი, რომელიც იცინის. 1983 წლის 26 თებერვალს დაიბადა პორტუგალიელი ფეხბურთელი კეპლერ პეპე. მან მადრიდის რეალში 10 წელი გაატარა და არაერთი ტიტული მოიპოვა, მათ შორის ესპანეთის ჩემპიონატი 3-ჯერ და ჩემპიონთა ლიგაც 3-ჯერ. პეპემ პორტუგალიის ნაკრებთან ერთად მოიგო ევროპის ჩემპიონატი 2016 წელს და უეფას ერთა ლიგა 2019 წელს. 1971 წლის 26 თებერვალს დაიბადა ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი და მსახიობი ერიკა ბადუ. მას არაერთი ჯილდო აქვს მოპოვებული, მათ შორის 4-ჯერ გრემი. 1985 წლის 26 თებერვალს დაიბადა ესპანელი ფეხბურთელი ფერნანდო ლორენტე. 1973 წლის 26 თებერვალს დაიბადა გერმანელი ტრანს და საცეკვაო მუსიკის დიჯეი, მუსიკოსი და პროდიუსერი ანდრე ტანებერგერი. 2003 წლის 26 თებერვალს დაიბადა მიუნხენის ბაიერნის გერმანელი ფეხბურთელი ჯამალ მუსიალა. ის არის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი, ვინც 21 საუკუნეში დაიბადა. 1988 წლის 26 თებერვალს დაიბადა ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი. 1887 წლის 26 თებერვალს დაიბადა ქართველი ენათმეცნიერი, დიალექტოლოგი, ფილოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანადამფუძნებელი და აკადემიკოსი აკაკი შანიძე. ის არის საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. აკაკი შანიძე იყო ინგლისის ფილოლოგთა საზოგადოების საპატიო წევრი. ის იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების თავმჯდომარე და ვიცე-პრეზიდენტი. და კომენტარე, შენ რომელი ცნობილი ადამიანი იცი, რომელიც ამ დღეს არის დაბადებული?